საჩუქარი ბავშვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ქველმოქმედო სახლ-მომავალ გზაში დღეს პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით ორსართულიანი საწოლების სათამაშოები და სახელმწიფო კბილაური მიიტანეს. სიღარიბის და გადაუდებელ დახმარებათა ფონდი მომავლის სახლი 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ყოველდღიურად ფონდის დახმარებით სოციალურად შეჭირვებული ოჯახის 9 ბავშვი სარგებლობს. მომავლის გზა მათ დღის განმავლობაში საკვებით და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფს. Დღევანდელი ჩვენი სტუმრობა ტრადიციული საახალწლო ღონისძიებებიდან ერთ-ერთია, რომელთაც საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ქალბატონი სანდრა ლოსი ულოცავს ახალწელს და დამდეგ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულნელობა მოკლებულ ბავშვებს. დღეს ჩვენ ვეწვევთ მომავლის გზის პატარებს და მათი საჭიროებები და გათვალისწინებით მოვუტანეთ საწოლები, წიგნები, სათამაშოები და ტკბილაული. ფონდი არის შემოწირულობების ხარჯზე და აქედან გამომდინარე გვექნება სხვადასხვა სახის პრობლემები. ხოვეთ ქალბატონ სანდრას პირველ ლედის რომ საწოლების პრობლემა მოეგვარებინა ჩვენთვის უახლოეს ერთ კვირაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაგვიკავშირდა და დადებითად გადაწყდა ეს საკითხი.